საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნით თურქეთის სამხედრო თვითმფრინავთან დაკავშირებით მე გუშინ თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მიუსამძიმრე საჯაროდ და ვიზიარებთ ამ წუხარებას გავართ ამ დღეებში თურქ ხალხთან ერთად ამ ტრაგედიის წინაშე. კითხავთ გაქართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, გაქართოების ფორუმზე, როგორც ვიცით, მიწვეული არ არის საქართველოს, პრესპიკერმა ევროკომისიის თქვა, რომ საქართველოს უფრო შორდება დემოკრატიულ პროცესებს ევროკავშირს და ამ შემთხვევაში ნაკლები კონტაქტები გვაქვს ქვეყანასთან. თქვენი პასუხი მის ამ განცხადებაზე. ორი საკითხია, პირველი კიდევ ერთხელ დაადასტურა ამჯერად უკვე პრესპიკერმა, რომ ეს პროცესი შეაჩერა თავად ბრიუსელმა 2024 წლის ივნისში, ასე რომ კიდევ ერთხელ საკუთარი პირით აღიარეს თუ რა დეზინფორმაციული ცრუ ნარატივი ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ინტეგრაციის პროცედურები თუ პროცესი. ასე რომ ესეც კიდევ ერთხელ დასტური არის და საკუთარი თავის ხილება. ეს ერთი. მეორე, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი ირჩევს კონფრონტაციას დიალოგის ნაცვლად, რაც ასევე გახლავთ კიდევ ერთი ნიშანი ბრიუსელის მხრიდან ევროპული ღირებულებებისგან გადახვევისა. ევროპული ღირებულება, ის როგორც ჩვენ ქართველებს გვესმის და რისი თანაშემოქმედების ჩვენ ვართ, არის დიალოგი და არა კონფრონტაცია. არის საუბარი და არა დირექტივები, არის სხვის ინტერესების გააზრება და არა მითითებების მიცემა. ბრიუსელი დღეს სამწუხაროდ ამ ღირებულებას აცდენილია, რისი შედეგიც არის სწორედ ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები და რიტორიკა, რომელიც გვესმის ჩვენ ქართული ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ცალკე განყენებულად რადიკალურ ოპოზიციას მოავიღებთ როგორც პოლიტიკურ აქტორად. რადიკალური ოპოზიცია არის ინსტრუმენტი მათი უცხოელი მფარველების ხელში, ვინც საერთო ჯამში ორკესტრირებას უწევს ამ მთლიან პროცესს. ამიტომ რადიკალური ოპოზიცია გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იყოს გატარებული იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით, რომელიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და მათ შორის აფინანსებს. ასე რომ აქ მთავარი პრობლემები ჩვენ უნდა ვეძებოთ ბრიუსელში. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ბრიუსელი დღეს იქცევა და დგას მყარად იმ გზაზე, სადაც თავის დროზე იყო საბჭოთა მოსკოვი. როდესაც ნაცვლად დიალოგისა არის ინსტრუქცია, არის კონფრონტაცია, ნაცვლად სხვათა ინტერესების გათვალისწინებისა არის საკუთარი დღის წესრიგის მოხვევის სურვილი. არის თუ ეს ორმოგი სტანდარტი, როდესაც მაგალითად ევროკავშირი აღობს, რომ უკრაინამ შეასრულა ყველაფერი, თუმცა იგივე საკითხზე, რაც იგივე პროცესზე, რაც მიმდინარეობს საქართველოში, მაგალითად ჩვენთან ისმის კრიტიკა და არა მაგალითად უკრაინაში. მე მგონი ჩვენ კარგად ხედავთ და ჩანს მათ შორის ამ დაჭერებითაც და იმ იქიდან გამომდინარე თუ რა პროცესები უძღვება ყველაფერს ამას წინ, რომ უკრაინას დღეს უჭერენ გარედან იმას, ვინც უნდათ რომ დაუჭირონ და უნიშნავენ გარედან იმას, ვინც უნდათ რომ დაუნიშნონ. ეს არის ის გზა, რომელიც ზოგიერთს ჯგუფს ჩვენს ქვეყანაში უნდა რომ ჩვენს ქვეყანას მოახვიოს თავი, რომ გარედან იყოს მართული ყველა პროცესი, იქნება ეს მართლმსაჯულების აღსრულება, თუ იქნება ეს მმართველობის აღსრულება. ამ გზაზე ვხედავთ, რომ გარეთუ შიდა ამბობენ და აქტიურად ცდილობენ ამ პროცესის დაზიანებას, რა გესახებათ გაგოსალვად, როგორ უნდა ვითანამშრომლოთ მათ შორის ევროკავშირთან და როგორ უნდა ითანამშრომლოთ თავად საქართველოსთან, რა გესახებათ გაგოსალვად. პირველი ეს არის ღირებულებებზე შეთანხმება. თავარი პრობლემა სინამდვილეში რაც არის ჩვენი ურთიერთობებში ბრიუსელთან არის ის, რომ ჩვენ ვერ თავხდებით თავარ ღირებულებებზე. ჩვენი ღირებულება არის სუვერენიტეტის, ხალხის სუვერენიტეტის პატივისცემა. ჩვენი ღირებულება არის კანონის უზენაესობა, ჩვენი ღირებულება არის დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. 4-ვე ღირებულებასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ბრიუსელი აცდენილია ამ მთავარ პრინციპებს. კერძოდ
არ აღიარებს ქართული ხალხის სუვერენიტეტს, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართული ხალხის სუვერენიტეტს საკუთარი კანონმდებლობის მიღებისა და განხორციელებისა, არ აღიარებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც დაფუძნებული უნდა იყოს ევროპული ღირებულებები. ამიტომ დღეს პრობლემა არის იმაში, რომ ბრიუსელმა გადაუხვია საერთო ევროპულ გზას საქართველოსთან მიმართებით და ცდილობს მეურვეობითი მიდგომებით, დირექტივებით დაგვისახოს რაღაც გზაკვალი და არა ქართულმა ხალხმა გაგსაუწყოს ის თუ რა კანონი მიიღოს და რა მმართველობა ქონდეს, არამედ დაგვიდგინოს ბრიუსელი. როგორც კი შევთანხმდები, როგორც კი ბრიუსელი დაუბრუნდება ევროპულ ღირებულებებს, იმ მომენტში მოიხსნება ყველა სირთულე ქართულ ევროპულ ურთიერთობებში. ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ, ჩვენ არავის დარწმუნებას არ ვცდილობთ, ჩვენ თუ ვინმეს კითხვები აქვს, სიამოვნებით პასუხობთ ყველა კითხვას, ვინმეს თუ რაიმე აინტერესებს. რაში წმუნდებიან და რა დასკვნები გამოაქვთ, ეს ყველას საქმე არის და ჩვენთვის ეს დიდი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ჩვენთვის მთავარი არის დავარწმუნოთ ქართველი ხალხი ჩვენი პოლიტიკის სისწორეში, რაც შეეხება დიალოგის აუცილებლობას, ეს არის უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების თუ ორგანიზაციების ინტერესში, რომელსაც ქართულ ხალხთან უნდა ურთიერთობა. და ეს არის მთავარი წითელი ხაზები, რომელიც ჩვენ გვაქვს, როდესაც არ ხდება ქართული ხალხის სუვერენიტეტის აღიარება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა, რომელიმე ქვეყნის მხრიდან, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი გეოგრაფიული მიმართულებიდან არის საქართველოს სუვერენიტეტის უპატივცემულობა. ეს ჩრდილოეთიდან მოდის თუ დასავლეთიდან, რა მნიშვნელობა აქვს? ქარი საიდან დაუბერავს, თუ კი ეს ქარი არ არის სწორი. ასე რომ, როდესაც ჩვენ ხედავთ სუვერენიტეტის უპატივცემულობას და ეს დავინახეთ ჩვენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში და ეს ყველაფერი დაიწყო იანვრის რეზოლუციით თუ არ ვცდები, როდესაც მოგვიწოდეს ახალი არჩევნების ჩატარებისკენ, რა თქმა უნდა, ეს ამან გამოიწვია შემდეგი გართულება მათ შორის ურთიერთობების. ეს რა თქმა უნდა მე რა თქმა უნდა არ იყო, მე კიდევ ერთხელ გავიმეორე ის რომ ის თუ რა წითელი ხაზები აქვს ქართულ ხალხს მის საგარეო ურთიერთობებში, ქართულ ხალხს რომელსაც ბრძოლით მოიპოვა თავისი დამოუკიდებლობა, ქართულ ხალხს რომელსაც ბრძოლით სისხლით მოიპოვა საკუთარი უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, ამ უფლებას არავის არ დაუთმობს. ასე რომ ეს წითელი ხაზები, რა თქმა უნდა, ნათელი არის და ამაზე კიდევ ერთხელ კონდეს ვარ. ეს რეზოლუცია ასახსენეთ მანამდე ევროსაბჭოს ჰქონდა კრიტიკული პოზიცია, ვენეციის კომისიას ჰქონდა ასევე კრიტიკული პოზიცია თქვენს კანონებზე და ყოველთვის როცა კრიტიკაზე თქვენ მეკითხებოდით, თქვენ და ოთხი სხვა ლიდერები ამბობდნენ, რომ პირიქით გზახართ ესაუბროთ, ბრიუსელში დღესვე ჩავთვლილები ყოფახიძებოდნენ. ეს დიალოგის საშუალება ერთადერთია მეგობრებო, ასე რომელთანაც თქვენ მოეცათ. და ამიტომ მეკითხები მოახერხეთ, რომ განწყობილ იმასში შეგეძლო. მე კიდევ ერთხელ უყურეთ ხო, გაგრძელდა, იმიტომ რომ მე ვისაუბრე დიდხანს და ამიტომაც გაგრძელდა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა მე ვცდილობ რომ ყველასთან მივიტანო ქართული ხალხის სათქმელი. თქვენ ახსენეთ და ამ მეორე საკითხი ესეც არის კანონმდებლობას რა თქმა უნდა ეხებოდა ჩვენი საუბარი, მათ შორის კანონმდებლობას, რომელიცაც ხშირად არის საუბარი გამჭვირვალობა, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სხვადასხვა კანონებში შეტანილი ცვლილებას. მე მარტივად ახსენის საკითხი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ ამას. საქართველოს პარლამენტს აქვს დემოკრატია მუშაობს, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მუშაობს ასე. ქართული ხალხი აძლევს საქართველოს პარლამენტს მანდატს მიიღოს კანონები ქართული ხალხის ინტერესში. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები, მათ შორის კანონები გამჭვირვალობის შესახებ, გრანტში ცვლილებები და ასე შემდეგ, სხვადასხვა კანონმდებლობა მიიღო ეს ცვლილები სწორედ ქართული ხალხის ინტერესიდან გამომდინარე. არის ამ კანონების მიღების შემდეგ, გამჭვირვალობის კანონების მიღების შემდეგ 400-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია დარეგისტრირდა რეესტრში
არის 100 ორგანიზაცია, რომელიც ხედავთ, რომ არის პოლიტიკური NGO და რომლებიც არ ემორჩილებიან კანონებს. კი ბატონო, არ მოსწონთ კანონი და თუ კი ვინმეს არ მოსწონს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი და ფიქრობს, არ მოწონება საკმარისი არის, ფიქრობს, რომ ის ლახავს მის უფლებებს, ყველას აქვს შესაძლებლობა გაასაჩიროს ის საკონსტიტუციო სასამართლოში, გაასაჩიროს ის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ყველა ეს კანონი გასაჩივრებულია როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. ამიტომ პოლიტიკური შეფასებები ჩვენს მიმართ ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, როგორია ეს კანონი, რას პასუხობს და არ პასუხობს კონსტიტუციასთან. გეტყვით, ამაზე თქვა საუბარი, ყველაფერს გეტყვით. კონსტიტუცია შეესაბამება, არ შეესაბამება, ევროპულ კონვენცია შეესაბამება, არ შეესაბამებაზე, ამაზე ერთადერთი ორადორი ორგანო, ვინც პასუხის გაცემის უფლება აქვს, ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ასე რომ ყველამ უნდა კეთილი ნება ინებოს და დაელოდოს ამ ორ კანონს. ამავე დროს კი ბატონო, ეს კითხვაც დაისვა, ეს კითხვაც დაიწყო დელეგაციის მხრიდან, რომ ვენეციის კომისიიდან არსებობს გარკვეული დასკვნები. ვენეციის კომისია ისევე არის, ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები, ისევე როგორც დელეგაციის წარმომადგენლები არიან, ვენეციის კომისია ისევე არის ჩვენი ორგანო, როგორც მათთვის. ვენეციის კომისიის ყველა დოკუმენტს აწერია სათაური მოსაზრება. ეს არის მოსაზრება. ეს არ არის ეს არის მოსაზრება. ჩვენ ამ მოსაზრებებს, რომელსაც მოვისმინეთ, არ ვიზიარებთ, ვიღაცა შეიძლება იზიარებს. ეს არ არის კანონი, კანონი არის ლეგალური განმარტება, არის რასაც გააკეთებს სტრასბურგის სასამართლო. ამიტომ ყველამ კეთილი ნება ინებოს და იბრძოს და დაელოდოს ამას. მეორე, შეიძლება ამასობაში, ამაზე თქვა საუბარი. შეიძლება კითხვა დაისვას, კი, მაგრამ თუ დაველოდეთ გაზრდება 3 წელი, 5 წელი, არ ვიცი, რაღაც პერიოდი დაჭირდება და ამასობაში შეიძლება ამ კანონებმა ისე დააზიანონ ესათვის ორგანიზაციები, რომ შემდეგ გადაწყვეტილება აზრით დაკარგოს. ამ საკითხზე ისჯელა ორივე სასამართლო. ამ დიდარმა გარედან დაქირავებულმა NGO-ებმა მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოსაც ამ მოთხოვნით, რომ შეეჩერებინა, გამოიყენებინა დროებით ღონისძიება და შეეჩერებინა კანონის მოქმედება. ასევე მიმართეს სტრასბურგის სასამართლოს ამ მოთხოვნით, რომ გამოიყენებინა დროებით ღონისძიება და შეეჩერებინა ეს კანონი. ერთმაც და მეორემაც საკონსტიტუციო სასამართლომაც და სტრასბურგის სასამართლოც უარი თქვეს შეჩერებაზე. ამით მათ უთხრეს ყველას, NGO-ებსაც, ოპოზიციასაც, აქ ყოფილ ელჩებსაც, პასეს დელეგაციასაც, პასეს თლიანათაც, პასეს გენერალურ მდივანსაც, გენერალურ მდივნის მოადგილესაც და ყველას, ვინც იქ არის, ყველას უთხრა სტრასბურგის სასამართლომ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, ეს კანონი მართალია არის გასაჩივრებული ჩვენ სასამართლოში, მაგრამ ამ კანონს არ აქვს ისეთი, ეს კანონი არ არეგულირებს არაფერს ისეთს, რომელიც ყისიერ რისკს და საფრთხეს უქმნის იმ სუბიექტებს, ვისაც ისინი აწესრიგებს. ამიტომ სტრასბურგის სასამართლო თქვა, მე არ ვაჩერებ და არ ვითხოვ, რომ შეჩერდეს ამ მოქმედება ან რაიმე ღონისძიება იყოს მიღებული, კანონი არსებობს, ყველამ დაემორჩილოს ამ კანონს. შესაბამისად, სტრასბურგის და საკონსტიტუციო სასამართლოს სტრასბურგის სასამართლომ უთხრა ყველას, აი ამ NGO-ებსაც, მათ დამპატიჟებელ ელჩებსაც, სხვადასხვა შენობებში და მათ შორის პასესაც უთხრა. ნება იბოძეთ, დაემორჩილეთ კანონს და ვინც ახლა ის NGO-ები რომ გამოდიან და ყელყელაობენ რომ კანონს არ ღვევენ, ის NGO-ები არ ღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, ის NGO-ები არ ღვევენ კანონის უზენაესობის პრინციპს, შესაბამისად ისინი არ ღვევენ ევროპულ ღირებულებებს. ამიტომ კიდევ ერთხელ, აი ეს ელჩი, რომელიც ჩაეხუტება ხვალ რომელიმე აი ამ NGO-ს, უნდა იცოდეს, რომ ეხუტება იმ ორგანიზაციას, ვინც ევროპულ ღირებულებებს აქვს. რომელიც ვიცით რომ გაზრდილია, რომ გითხრათ, როგორ იგრძნობენ მოქალაქეები გაზრდილ ბიუჯეტს საკუთარ. კი ბატონო. უბრალოდ ერთიო დავასრულო, ესეც მინდა რომ საბოლოო ჯამში შეშამების სახით ამ გრძელი მოხსენებიდან ასევე გითხრათ დასკვნის სახით, რომ ის ორგანიზაციები, NGO-ები, რომლებიც დღეს არ ღვევენ კანონს და არ ემორჩილებიან გამჭვირვალობის კანონს და სხვა მოქმედებებს, ის დონორები და რომელზე ძალიან კარგად გვაქვს ინფორმაცია ყველანაირი, რომელიც ცდილობენ და ქმნიან მათ შორის გვერდის ავლის სქემებს
ეს დონორები, ეს ელჩები და ეს NGO-ები არღვევენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეს რო ვიცოდეთ, ვინ არის დღეს ღირებულებს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ უარი თქვა კანონის მოქმედებების დროებით ღონისძიების გამოყენებაზე, ამით მან ამავე დროს თქვა, რომ ეს კანონი არის მოქმედი და დაემორჩილოთ უნდა კანონს, როგორც მოქმედს. სადაც ახსულებას ვიწყეთ, იქ მე პანიკა იწყება ხოლმე, როგორც ატყობთ და აი ამ პანიკი ამ ყველა მე მგონი ხედავთ, რომ ნაბიჯ ყველა კანონი ახსულდება, მათ შორის რა თქმა უნდა, ხედავთ, რომ როდესაც ხო ხედავთ, აი მთელი პარადოქსი რაში არის. საქართველოს აბრალებდნენ სანქციების გვერდის აავლას, ეს NGO-ები და ის დონორები და თავად დღეს ცდილობენ გვერდი აუვალონ სანქციებს, გულისხმობ საკანონმდებლო რეგულაციებს. რასკი არ შეუძლია. სტრასბურგ მართვა. კიდევ აი, უყურეთ, ამდენი ხანი, უყურე აი დარწმუნებაზე მე გეტყვით. აი გეტყვით. ეს არის უყურეთ ის რომ ამ კანონმა მყისიერი საფრთხე წარმოშვა თუ არა, ამაზე იმსჯელა სტრასბურგმა და იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და თქვა ორივემ რომ მყისიერი საფრთხე არ არსებობს. ეხლა თუ კი ტევ პირველი ამას ფიქრობს, ეს ერთი საქმეა. იფიქრეთ რაც გინდათ, მაგრამ უყურეთ არის სტრასბურგის უყურეთ საქართველოში მოქმედებს ქართული კანონმდებლობა, თუმცა უცხოეთიდან დაქირავებული NGO-ებისთვის ავტორიტეტი არის უცხოური სიტყვა. ამიტომ უცხოური სიტყვას გაუჟღერე როცა. კი. არა, ყველა კანონი ახსულდება. ხო, რაც თავარი არის წარმოდგენილი ბიუჯეტს ასევე აჩვენებს, თუ რამდენად სწორი არის საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ აყვეს გარედან მოწოდებებს და არ დააზიანოს საკუთარი მოსახლეობა. სიმამლეში ხომ ეს იყო და ეს არის ეს ცდილობებია დღესაც, რომ საკუთარ დღის წესრიგზე გადაიყვანონ საქართველო, შეიყვანონ კონფრონტაციაში, ესკალაციაში, არა მხოლოდ რუსეთთან, სხვადასხვა სუბიექტებთან შეიყვანონ და ამით დააზიანონ ეკონომიკა. ის რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიყვება ამ მტერმოყვარეების რჩევებს და მიყვება ქართული ხალხის ეროვნულ ინტერესს, სწორედ ამის შედეგია გაზრდილი ბიუჯეტი, ამის შედეგია რომ შესაძლებლობა ექნება საქართველოს ხელისუფლებას, რომ 2026 წელს იყოს უფრო ძლიერი და მეტი პროექტი განხორციელებული როგორც ინფრასტრუქტურული სახით, ისე განათლების მიმართულებით, ისე სოციალური მიმართულებით. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო ძლიერი ბიუჯეტი, რაც თავარია ეს ბიუჯეტი ასახავს ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ჩვენ ასე ვთქვათ ნახტომისებური ზრდა გვაქვს, თუ კი შევადარებთ ჩვენს ზრდის ტემპებს მთლიანად კონტინენტზე არსებულ ზრდის ტემპებს. ჩვენი საუბრეთ კორუფციაზე, რომელიც უკრაინაში არის და რომელზეც კონკრეტული მაგალითები გამოვლინდა. აი ამ ფონზე, როდესაც ევროკავშირი ომში მყოფ ქვეყნის წარმატებაზე საუბრობს ამ მძიმე კორუფციული მდგომარეობის ფონზე, რასთან გვაქვს საქმე და რას ამბობს ამით თავად ევროკავშირის დამოკიდებულებებზე? უპირველეს ყოვლისა, როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფციული დანაშაულები გამოვლინდა, თან გამოვლინდა როგორც იკვეთება და ჩანს გარედან ჩარევით, ეს არ არის შიდა და ამაზე ბევრი საუბრობს კიდევაც, რომ ეს არის გარედან მითითებით განხორციელებული დაჭერები და გამოვლენა, ასე ვთქვათ, არის კორუფციული გარიგებებისა. ეს ფული რა გონია თქვენ უკრაინის ეკონომიკიდან წარმოშობილი ფული არის, ფაქტია და ამიტომაც არის სწორედ გარედან დაჭერები, რომ ეს არის ის თანხები, რომელიც უკრაინაში მიდის სავარაუდოდ არის ის თანხებიდან, რომელიც მიდის უკრაინაში დახმარების სახით. ამიტომ აქ არის ორმაგი პრობლემა. ერთი ეს არის რომ აღმოჩნდა სავარაუდოდ, როდესაც ასეთი მასშტაბის კორუფცია არის, აქ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვინც ჩართული არის მათ შორის ევროპის მხრიდან თუ გარედან ამ დახმარებებში, იქაც შეიძლება ხალხი გარეული იყოს ამ კორუფციაში და ეს ვერ იქნებოდა ასე მხოლოდ ესეც სამხრივად, ეს ერთი და მეორე აჩვენებს, რომ ის დახმარებები, რომელიც მიედინება უკრაინაში, რამდენიმე პირის გამდიდრებას ემსახურება და არ არის ეს პირველი შემთხვევა და კიდევ ერთხელ
აშკარაა გამოჩნდა, რომ დასჭირდა გარედან ჩარევა უცხო ქვეყნების ასე თქვათ, არ ვიცი, ზეწოლა იყო, ჩარევა იყო, რჩევა იყო თუ მითითება იყო თუ დახმარება იყო, მაგრამ ფაქტია, რომ გარედან ჩარევით მოხდა ეს გამოძიება. პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ დღეს სამართალდამცავი უწყებები და მთავრობის პოლიტიკა, რომელიც პარლამენტის მხრიდან არის განსაზღვრული და როდესაც ირაკლი კობახიძე ავირჩიეთ პრემიერ-მინისტრად, ზუსტად მაშინ ითქვა, რა იქნებოდა ძირითადი მიმართულებები და სტრატეგია მთავრობისა და მთავარი ერთ-ერთი მიმართულება არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველო დღეს არის ლიდერი რეგიონში კორუფციის სიმცირის გამო, თუმცა ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ ვიყოთ საუკეთესო სამეულში კორუფციის სიმცირის გამო. ამიტომ ყველა ხვრელი კორუფციისა უნდა ჩაიკეტოს, ყველა ვისაც ხელი წაუწევა კორუფციაზე უნდა იქნას გამოვლენილი და თქვენ მე მგონი ამაში ალბათ ამაში მაინც დამეთანხმებით, ამაში იმედი მაქვს, რომ ამაში მაინც დამეთანხმებით, რომ ხედავთ, რომ იქნება ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან სამინისტრო, პროკურატურა, ყველა სტრუქტურები ჩართული არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, მათ შორის ფინანსის სამინისტროს საგამოძიებო უწყობები, არავის ხელს არ აფარებენ, არ არსებობს ავტორიტეტი, რომელსაც ისინი მოერიდებიან, როდესაც საქმე ეხება, შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიდინა ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ეს დანაშაული იქნება გამოვლენილი. ეს არის ზუსტად რა პოლიტიკასაც ვახორციელებთ და კონცენტრირებულად ამ საკითხებზე, ნარკოდანაშაულზე, ბანდიტიზმზე მათ შორის, აი დღესაც იქნა აღმოჩენილი ჯერ კიდევ როგორც ჩანს 2017 წელს, თითქმის 10 წლის წინანდელი რაღაც სამალავი, სადაც იყო შეიარაღება შენახული. ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ მხრივ ძალიან ეფექტიანი არის. არ უნდა იფიქროთ, რატო უნდა იფიქროთ? არ უნდა იფიქროთ, მოგორეთ, არ უნდა იფიქროთ, ზუსტად იმიტომ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური ასე არ ფიქრობს და ეჭვით უყურებს ხოლმე ასეთ გარემოებებს, იმიტომაც მიყვება საქმეს ბოლომდე და ხედავთ, რომ ყველა დეტალი არის მათ შორის საჯარო და კომუნიკაციის მხრივაც ძალიან სწრაფად გაქვთ ეს ინფორმაცია და ყველა დეტალს ეძიებიან და ყველა სავარაუდო დამნაშავეს პოულობენ, ასე რომ რა თქმა უნდა, არ უნდა ვიფიქროთ ცალკეულ შემთხვევებზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მთლიანად შესაძლებელი იყოს ყველა რისკის აღმოფხვრა. საკონსტიტუციო საარჩევნზე გითხავთ, სამი საარჩევანი არის საკონსტიტუციო სასამართლოში, ერთი თქვენი, ერთი ველოსი და ერთი ნაციონალური მოძრაობის. ისინი საუბრობენ, რომ უჩივია ქართულ ოცნებას იმ საარჩევნებს, რომელსაც მომზადეთ, პრეზიდენტად დასახელეს საერთაშორისოების მოთხოვნა და თხოვნა ამ საკითხზე. რა პასუხი ექნება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ დამოუკიდებლ მიმართებაში? ზოგადად მე მგონი კი გვიმატებენ ამას ვამბობ, რომ მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ შორის ეს განცხადება, რომ გარედან დავალებით ითხოვენ მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს, არ ვიცი, ამაზე მეტი პროედისეული წამოწდენა რა უნდა იყოს, რომ თავად აღიარეს, რომ არიან მარიონეტები, გარედან მართული მარიონეტები. ეს ერთი, მეორე, თქვენ დააკვირდეთ ერთ გარემოებას, ამ ბრიფინგის პარალელურად უცხოეთის დაქირავებულმა ორგანიზაციამ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ, ამ ბრიფინგის პარალელურად გუშინ დადო
ანგარიში თუ შეფასება საგამოძიებო კომისიის მუშაობისა. ამიტომ რა თქმა უნდა ხელის გულზე დევს ისაც თვითონაც ისეც წამოწდა რომ გარედან დაგვავალესო და ხელის გულზე დევს რომ ეს არის ორკესტრირებული ქმედება რადიკალურ ოპოზიციას, გარედან დაქირავებულ NGO-ებს და მათი დამქირავებლის მხრიდან ორკესტრირება საქართველოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის გზით, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან იმისთვის რომ შეიქმნოს ერთიანი ფრონტი, ნაცმოძრაობა და საერთაშორისო გამჭვირვალობა პარალელურად იყო ბრიფინგი და იმის პარალელურად დადეს ზუსტად იმავე თემაზე სამართლებრივი შეფასება. რაც გვაფიქრებინებს, რომ რასაც საუბრობდა ნაცმოძრაობა, ეყრდნობა იმ ეგრეთ წოდებულ შეფასებას, რომელიც იქ ჰქონდათ და რაზეც ჰქონდათ კონკრეტულად თუ გაინტერესებთ, რაზეც ჰქონდათ საუბარი კომისიის ანგარიშის ასე აბსურდია სამართლებრივი, არ ვიცი რა არის, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან კარგი. ჩვენც ამას არ ვამბობთ. ნაცვლად იმისა, რომ დონორებმა წაახალისონ კრიმინალი საქართველოში და ისინი რომლებიც დღეს გვერდისავლის სქემებს ულაგებენ NGO-ებს დასაფინანსებენ და ესეთი სქემები არსებობს და მინდა ყველას უთხრა ძალიან კარგად ვიცით ეს ყველაფერი. ეს ქვეყანა რომ პატარაა და ყველას იცნობს, მათ შორის იმას გულისხმობს, რომ ესეთი ინფორმაციები არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებში რეგისტრირდებიან, ძალიან კარგად ვიცით, რომელ ქვეყნებში იღებენ ფულს და გადმოაქვთ და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს, აი კრიმინალს რო ჩაადენ და მინდა განსაკუთრებით ამ NGO-ების თანამშრომლებს უთხრა. დღეს დონორები მათ უბიძგებენ, ჩაიდინონ დანაშაული, მათ უბიძგებენ დაარღვიონ კანონი და საქმეზე რომ მიდგება და პასუხისმგებლობაზე, შემდეგ ის დონორი ხელს დაიბანს, წავა და სადღაცას რომელიღაცა კუნძულზე ფეხი-ფეხს გადაიდებს და კოქტეილს დალევს. და პასუხისმგებლობაში მოექცევიან ის ადამიანები, რომლებაც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს და ფიქრობენ, რომ რაღაცა კარგს აკეთებენ თურმე. სინამდვილეში არის ეს, რაც შეეხება ამიტომ რაც შეეხება ამ საკითხებს, ამიტომაც ვამბობთ, რომ კანონი მოქმედებს დაემორჩილე, ვისაც არ მოგწონს გაასაჩინო, დაელოდე პასუხს. აქაც რამე არ მოსწონთ, მიმართო საკონსტიტუციო სასამართლო, უფრო მეტიც, მიმართო. არა, ხო და ძალიან კარგია. არა. უყურეთ, ჩვენ აი მოდი შევხედოთ ასე. ჩვენ რატომ მიმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს? ჩვენ არჩევნების წინ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რომ ჩვენ სამართლებრივ პროცედურებს მივმართავდით ჩვენი ღრმა წმენით ანტიკონსტიტუციური პარტიების წინააღმდეგ. ეს დაპირება მივეცით ამორჩეველს და ამორჩეველმა ამისთვის მოგცა ხმა და დაგვავალა ჩვენმა ამორჩეველმა. ამის შემდეგ გავიარეთ საგამოძიებო კომისია, მივედით სარჩელამდე. ეს არის ჩვენი გზა. ქართველმა ხალხმა დაგვავალა. რა გვითხრა ნაცმოძრაობამ, უცხოეთმა დაგვავალა. და ამიტომ მივდივართ საკონსტიტუციო სასამართლოში. აი ეს არის სხვაობა. ეს არის სხვაობა მარიონეტულ ჯგუფებს. ხო მე არ ვიცი რატო რა ეკონსულტაციებად, უყურეთ, რაც შიდა საქმეებზე გარეებთან კონსულტაციები არ უნდა ქონდეს. ამიტომ ეს აჩვენებს, რომ ეს აჩვენებს სხვაობას ვასალურ ჯგუფებს შორის და პოტენციურ ვასალურ ხელისუფლებას შორის, ვისი მოყვანაც უნდა და ამიტომ უნდათ, რომ ესე გადაწყვიტონ სულ გარედან მითითებით და ეს აჩვენებს სხვაობას მათსა და ქართულ ოცნებას შორის, რომელიც ქართული ხალხის დავლებით მოქმედებს. ამი რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ძალიან კარგი რომ მიმართეს, კი ბატონო, მიმართონ და ეს არის ზუსტად კანონის უზენაესობის და დემოკრატიის პრინციპი. უფრო მეტიც მე ვისურვებდი, რომ ჩვენ საჩელთან დაკავშირებით მოვიდნენ სასამართლოში და მიიღონ მონაწილეობა სასამართლო პროცესში, თავისი ყურით მოისმინონ ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რა პასუხს გასცემენ იმ ბრალდებებს და იტყვიან თუ არა, რომ წამებები არ იყო სისტემური საჯარო დაწესებულებებში. ამას იტყვიან მათი წარმომადგენლები, თუ თავს დახრიან და ბოდიშს მოიხდიან. ხო ეს ორი არჩევანი ექნება სასამართლოში რომ მოვლენ. ან უნდა თქვან, რომ ვაღიარებთ, ბოდიშს ვიხდით და განვაგდებთ სააკაშვილსა, ან უნდა თქვან, რომ არაფერი ეს არ ხდებოდა, ტყუილი იყო და კიდევ ერთხელ დასცინონ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლებს. აი რა გაიკითხა. ხო, დღეს უბრალოდ ამიტომ რომ წელი სრულდება ახალი აკრედიტაციების
გაცემა იქნება ჟურნალისტური აკრედიტაციების 2026 წლისთვის, ამიტომ ბრძანებაში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რომლის მიზანი არის პროცედურების დახვეწა, უპირველეს ყოვლისა ინფორმაციისთვის შეეხება საერთო მაუწყებლებს, ნაცვლად აქამდე 10 ჯგუფიანი ლიმიტისა, 15 ჟურნალისტური ჯგუფის, ასე ვთქვათ, აკრედიტაცია შეიძლება 15-მდე. ეს ერთი, ასევე არის უფრო პროცედურა ერთჯერად და სპეციალურ აკრედიტაციასთან დაკავშირებით, მომართვის ფორმა, ზოგადად აკრედიტაციის წესი აქამდე უფრო თავისუფალ ფორმაზე იყო, ასე ვთქვათ, მონაცემთან დაკავშირებით, რაც ეწერა ბრძანებაში, გაკეთდა სპეციალური ბლანკი, ასე ვთქვათ, მომართვის ფორმა, რომელიც უფრო გაუადვილებს ყველა ჟურნალისტს, რომ მისი მარტივად შევსებით პირდაპირ გადმოაგზავნოს და მიმართოს საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციისთვის. მე მინდა აქვე სტატისტიკაც გაგაცნოთ და შეგახსენოთ მათ შორის, თუ რა შედეგები გვაქვს საერთო ჯამში აკრედიტაციის წესის შემდეგ 2023 წელს 2 წელიწად ნახევრის წინ იქნა შემოღებული. ჩვენ ჯამში ამ 2 წელიწად ნახევრის განმავლობაში 2023 წლიდან 30000 შემოსვლა იყო საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტების მხრიდან და წლევანდელ წელს რაც შეეხება მაგალითად 32 მედია ორგანიზაციას აქვს აკრედიტაცია მიღებული ჯამში 287 თანამშრომლისთვის. ეს რიცხვი არაფერს ამბობს იმ შემთხვევებთან, როცა სასტიკი. უსაფუძვლოდ კრიტიკული ჟურნალისტებს არ აძლევენ საშუალებას. ვითქვა უსაფუძვლო? უსაფუძვლოდ. ვითქვა. იმიტომ რომ ხანდახან ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენ ჟურნალისტებს მოუთხოვია პასუხი და გეტყვით, მაგასაც მოგახსენეთ. ხომ იცით რომ მაგასაც ვიტყოდი და სტატისტიკა იმასაც. აი მის ყველაფერს აქვს. რაც შეეხება წესების დარღვევის შემთხვევებს. როგორც გითხარით, 2023 წლიდან მოყოლებული 30000 შემოსვლა იყო ჟურნალისტის და აქედან მხოლოდ 18-ჯერ დაფიქსირდა დარღვევა. 30000-დან 18 დარღვევა იყო, რაც წარმოადგენს საერთო რიცხვის 0.6%. ესეც აჩვენებს, რომ თქვენ ჟურნალისტები არათუ ძირითადად, არამედ აბსოლუტურად პატივს სცემთ იმ წესებს და ვიაზრებთ ყველა თუ რა არის ჟურნალისტური სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს პარლამენტში. კიდევ 30000-დან 18 შემთხვევა იყო. მათ შორის ისევ ერთ კიდე საინტერესო სტატისტიკას გეტყვით. აი ეს 18 როგორ გადანაწილდა. 23 წელს იყო 9 შემთხვევა, 24 წელს იყო 5 შემთხვევა, 25 წელს იყო 4 შემთხვევა. ეს კლებაც აჩვენებს, რომ ყველა ვიაზრებთ იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჟურნალისტური სტანდარტი ქვია. რაც შეეხება წესებს, ამავე დროს ერთ სტატისტიკას გეტყვით. 2025 წელს როგორც გითხარით, 32 მედია საშუალებას აქვს წლიური აკრედიტაცია 287 თანამშრომლისთვის. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ 32 მედია საშუალებიდან 15-მა საერთოდ არის სარგებლა ამ აკრედიტაცია და არც კი შემოსულა მათი წარმომადგენელი. არა, კი არის, მაგრამ მე იმას ვამბობ, რომ არის ფაქტები მათ შორის, როდესაც აკრედიტაციას ვაძლევთ, ისე რომ ვაშკარად ინტერესი პარლამენტის საქმიანობის მიმართ არ არის. უბრალოდ აქვთ ეს აკრედიტაცია და 287 პირიდან წლიური აკრედიტაცია ვის აქვს. შემოვიდა 100 პირს არ უსარგებლია. ანუ ეს აჩვენებს პარლამენტის გახსნილ ლოიალურ დამოკიდებულებას. რაც შეეხება წლიურ და ერთჯერად აკრედიტაციებს. ამ 30000-დან შემოსვლიდან წლიური აკრედიტაციით შემოვიდა 17000, ხოლო ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის 13000. რაც არასწორი ბალანსი არის. აკრედიტაციის მთელი იდეა ის არის, რომ თუ კი ინტერესი აქვს მედიამ დაასახელოს ჟურნალისტები და ყველას ეძლევა წლიური ანგარიში. ამიტომაც კიდევ ერთხელ გაიზარდა მათ შორის რაოდენობა ჯგუფების და 15 ჯგუფი მეგონი თქვენ ტელევიზიები ვერც კი დააკომპლექტებს, რომ ამდენი ჟურნალისტი ყავდეთ, რომ 15 ჯგუფი დაკომპლექტებს, 15 ჯგუფი შეუძლიათ დაასახელოთ და წლიურ აკრედიტაციას მიიღებს. ერთჯერად აკრედიტაციას რაც შეეხება, ეგრეთ წოდებულ სპეცაკრედიტაციას, მისი იდეაც ეს იყო თავდაპირველად და სამწუხაროდ არასწორად ხდება გამოყენება და ეს სტატისტიკა ამას აჩვენებს 30000 შემოსვლიდან მხოლოდ 17000 არის წლიური აკრედიტაცია და 13000 შემთხვევაში ჩვენს აპარატს უწევს აი ეს ყოველდღიური მოწერით იმეილს მიწერენ რომ გვინდა შემოსვლა, უცებ პასუხი და ასე შემდეგ. ესეც მოიქცევა ასე ვთქვათ პროცედურაში მიმართვის შესაბამისი პასუხის. ამიტომ მე მედიას მოგმართავთ რომ
პირველიდან 15 დეკემბრამდე იქნება განცხადებების მიღება მედია საშუალების მხრიდან, წარმოადგენთ აგიტაციებს მიიღებთ, მათ შორის ეს უკვე მენეჯერულ პასუხისმგებლობაა, რომ განსაზღვროს წინასწარ ვინ არიან ის ჟურნალისტები, ვინც იქნებიან პარლამენტში, მოერიდონ ერთჯერადი აკრედიტაციების მოთხოვნას. ამავე დროს, რაც შეეხება წლიურს, აქაც არ არის ის რომ 1 იანვარს მიიღებს რომელიღაცა 15 ჯგუფი პირობითად, ეს ამით არ იკეტება. ნებისმიერ დროს მედია შეუძლია მოგმართოს განახლებული სიით და ის თავისი ჯგუფები გადაახალისოს და წარმოადგენს სხვადასხვა. ბიუროც კი არ მიმყავს, მე კოლეგას ვთხოვ. აი 2 საათი რატო გაგრძელდა გუშინ, მინდა რომ კიდევ ერთხელ გაჩვენოთ. ბატონო? დიახ, რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, თქვენ ნახეთ, რომ დროთა განმავლობაში მათ შორის ფუნქციები დაემატა, რაც რა თქმა უნდა განსაკუთრებით პასუხისმგებლობა არის, რომ თავდაპირველი ფუნქციისგან, რომელიც იყო საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფა, დაემატა სტრატეგიის შემუშავება, დაემატა შემდეგ უცხოური დაფინანსების კონტროლი და ასე შემდეგ, რაც რა თქმა უნდა გამოწვევებს წარმოადგენს, თუმცა ის როგორც ბიურო საქმიანობს, ვფიქრობ, რომ არის დამაკმაყოფილებელი ამ მხრივ. საჯარო მოსახლეების დეკლარაციასაც შეეხება ჩვენ როგორც მომხმარებლები, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გამართულად მუშაობს ეს ფუნქცია. არა, რატო უნდა ხედავთ? ჩემი კომპეტენცია არ არის ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვინმეს დანიშნა გათავისუფლება. რაც შეეხება ანტიკორუფციულ ბიუროს საქმიანობას, მოგახსენეთ ჩემი ასში. და აქ უნდა გითხრათ ანტიკორუფციულ ბიუროს გაუქმება ხომ არ გეუბნება საერთოდ, ამ მეჩოს აწვიერებს ის განმარტები, რომელიც თქვენ დღეს უნდა დაამტკიცოთ და რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციას მთავრობას შეეძლება, რომ კონკრეტული უწყებიდან გამოითხოვოს საგადასახადო ინფორმაცია პერსონალს. ზოგადად ამ ფუნქციო ბიურო იყო და ეს კი ბატონო ზოგადად თქვენ ხედავთ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგია არის კარგი მმართველობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სტრუქტურების შექმნა, გარდაქმნა, მორგება კარგი მმართველობისთვის. მათ შორის იცით რომ მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც გარკვეულ პროცესებს შესყიდვებისა მაგალითად კურირებს. ამიტომ ეს არის სრულად საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია, რომ წარმოგვიდგინოს მისი ხედვები სტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ ნაწილთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული დობა გამოცხადებული პრემიერ-მინისტრის მიმართ მისი არჩევით და ეტაპობრივად სადაც როგორ დაგვანახებს მის ხედვას, რა თქმა უნდა, ამაზე გვექნება ჩვენი უყურეთ ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია დაგვანახოს მთავრობის ხედვა მოწყობასთან დაკავშირებით ზოგიერთი სტრუქტურა მაგალითად ზოგიერთი სტრუქტურა არის მისი შექმნა თუ არ ვიცი მე ახლებურად მოწყობის საკითხი არის სამართლებრივადაც სულად მთავრობის კომპეტენცია, ზოგიერთ სტრუქტურასთან დაკავშირებით პარლამენტის მონაწილეობა არის და თუ კი პრემიერ-მინისტრი ჩათვლის საჭიროდ ამა თუ იმ სტრუქტურის შეცვლას, მორგებას თუ ასე შემდეგ, მოგმართავს პარლამენტს და ეს არის სწორი ხაზი. არა ჩვენი მხრიდან ჩვენ უყურეთ ფიქრობ რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი არის პრემიერ-მინისტრის პოზიცია გქონდეს, პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელიც ხედავთ რომ ძალიან აგითხრათ ყოველდღიურად სხვადასხვა სიახლეებს გვთავაზობს სხვადასხვა სტრუქტურულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ამ შემოთავაზებების მიხედვით მსჯელობთ. შესაბამისად იქნება ესა თუ ის უწყება, ეს არის მიმდინარე პროცესი, სადაც მთავრობა მათ შორის ბევრ სიფრთან დაკავშირებით იყო, სხვადასხვა სფეროებში იყო, სადაც ხდება, ასე ვთქვათ, ფუნქციის შეცვლა, ზოგან რაღაცის გაუქმება, ზოგან რაღაცის შექმნა, ახლებურად დაწყება კარგი მმართველობის პრინციპების დასამკვიდრებლად და ჩვენ ფაქტობრივად ხშირად გვაქვს ამაზე
საზოგადოებას ინფორმაცია პრემიერ-მინისტრისგან ველით ხოლმე შემდეგ ნაბიჯებს. ვიცით რომ ზოგადად პრემიერ-მინისტრი ამ ხრივ აღმასრულებელი ნაწილის ეფექტიანობაზე ფიქრობს და ზრუნავს. მე კიდევ ერთხელ ვთქვი, მე ერთ-ერთი თავარი გამოწვევა სინამდვილეში, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება. რომ თქვენ რომ გესმით დასახელება ანტიკორუფციული ბიურო, ფიქრობთ რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციას უშუალოდ თავად ებრძვის და ასე არ არის. და მე მგონი ეს არის სწორედ ცრუ ნარატივი, რომელსაც ასე ცდილობთ დაამკვიდროთ სახელიდან გამომდინარე. კიდევ ერთხელ ანტიკორუფციული ბიურო ხო, არა, ანტიკორუფციული ბიურო არის ამ შემთხვევაში არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებთან, ანუ სახელმწიფო უწყებებში დაცულ ინფორმაციებთან და სახელმწიფო უწყებ და ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომ სახელმწიფო უწყებებთან დაცულ ინფორმაციასთან თუ ვერ ნახავს თანხვედრას, თუ თანხვედრაში არის, მაშინ შემდეგი ნაბიჯები არ არის, არც აქვს უფლება-მოსილება. პარლამენტს ამის უფლება-მოსილება არ მიგვიწია ბიუროსთვის, რომ მან დაიწყოს ჩასაფრება და რაღაცეების ძიება, ხომ? არ აქვს საგამოძიებო აი კიდევ ერთხელ თავარი შეცდომა და სამწუხაროდ ეს არის თავარი კიდევ ერთხელ გეტყვით, თავარი გამოწვევა სინამდვილეში, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება, რომ თქვენთ დასახელებიდან გამოგაქვთ შინაარსი. რომ ვინაიდან ქვია ანტიკორუფციული ბიურო, გულისხმობთ ეს არის რაღაც საგამოძიებო უწყება. და არ არის ეს საგამოძიებო უწყება, მათი ფუნქცია იყო დეკლარაციასთან დაკავშირებით საჯარო, მაგალითად საჯარო რეესტრი, საჯარო წყაროებში და სახელმწიფო უწყებებში დაცული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება საჯარო არ იყოს, აქ გადამოწმება, დადარება თუ ემთხვევა საკითხის დახურვა. ეს არის ის კომპეტენცია, რაც პარლამენტმა მივანიჭეთ. თუ აი ამ მონაცემს არ დაემთხვეოდა, ნახავდნენ რომ თქვა ვიღაცა პირს საჯარო რეესტრში ქონება არის რაღაც რეგისტრირებული, რომელიც არ არის ასახული. ან რაღაც სხვა ასეთს ნახავდნენ, ანუ რაც ეს ხელის გულზე დევს ესეთ ინფორმაციას ნახავდნენ, ამით დაადგენდნენ შეუსაბამობას. ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა დავალდებული ბიუროც და გადაეცვა პროკურატურასთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ. ამიტომ პრობლემა სინამდვილეში ამ უწყების თავარი პრობლემა იყო დასახელება, რომელსაც შეიძლება არასწორი აღქმებს ქმნის, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება და არ არის საგამოძიებო უწყება. აი ორ თემაზე მაქვს კითხვა. დღეს გაიგვა, რომ თანამდებობიდან წავიდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ვარნავიშვილი. ის მოიაზრება ამ სამინისტროში ყარიბაშვილის კადრად და ეს უკვე ბოლოში მესამე უწყებიდან მოადგილის გათავისუფლების თუ წასვლის ინფორმაცია, მანამდე იყო იუსტიცია, მიხეილ და შესაძლოა ახლა ფინანსთა სამინისტრო. რა ხდება, რას უკავშირდება? ვერ გეტყვით, მე არ საკადრო გადაწყვეტილებების შეფასება არ მინდა მithumetis მინისტრის მოადგილეების ეხება, ეს არის სრულად მთავრობის და მინისტრის პრემიერ-მინისტრის კომპეტენცია. ყარიბაშვილის კადრების გადინება თუ გაშვება უწყებებიდან არსებობს არავის კადრები. ერთადერთი კადრები, რაც კი პოლიტიკურ თანამდებობებს ეხება, ეს არის ქართული ოცნების კადრები, როცა საუბრობთ პოლიტიკურ თანამდებობებზე. არანაირი პერსონალური კუთვნილება კადრებს არ აქვს. პერსონალური კუთვნილება არც მიგულისხმება ყარიბაშვილის მიყვანილი, ან ყარიბაშვილთან დაახლოებულია, ამას მიგულისხმება. ერთადერთი პოლიტიკური კუთვნილება, დაახლოება, მიყვანილობა და ასე შემდეგ პოლიტიკური თანამდებობის პირებისა გახლავთ ქართული ოცნების წარმომადგენლობა. ეს არის პოლიტიკური თანამდებობის პირების, რაც შეეხება მათი კუთვნილებას. კიდევ ერთი საკითხი, ეს ეხება უკვე ევროსაბჭოს ისევ დაგუბრუნდე, მათ განუცხადეთ, ანუ ისაუბრეთ ვენეციის კომისიაზე. აი თქვენი საუბრიდან გამომდინარე, მაქვს ერთი კითხვა. გაგვისახლეთ ერთი ევროპული ორგანიზაცია, ევრონესტზე თქვენ აღარ იქნებით ამბობთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გამოეთიშეთ, ევროკავშირის ხომ ისედაც უარი თქვით, ან აბრალებთ რომ მათ თქვეს უარი რა მნიშვნელობა აქვს, ვენეციის კომისიას ამბობთ რომ მოსაზრება აქვს და არა რაიმე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, რამე ორგანიზაცია დამისახელეთ, რასთანაც თანამშრომლობთ, თქვენ დღემდე რჩება. დამისახელეთ მე რამე ევროპული ორგანიზაცია თუ პირი, რომელიც მიხეილ სააკაშვილიზე არ ამბობდა, ან არ ამბობს, რომ ის კვდებოდა და რომ ის პოლიტპატიმარია.
რომელი არ ამბობდა, აგერ ელჩები დღევანდელი მოქმედი ევროკავშირის ელჩის ცაცვლით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს რომ ხო და რა ჰუმანიტარული რამ გამოიწვიაო რა უთხრეს მაშინ ისინი აი რა უთხრეს ექიმების დასკვნას მივიდნენ და უთხრეს რომ კაცი კვდებაო აქ თქვენ კი ცალკე სახელმწიფო გაქვთ და აი ექიმები ხო მოგწონთ ხოლმე ხან არ მოგწონთ აი ქართველი ექიმები ამ ვერ უკურნალებენ ვარიანტი არ არისო უნდა გავუშვათ საზღვარგარეთ ანუ რა უნდა და მისი გათავისუფლება ანუ მაშინაც ვერ ვნახეთ ვერც ერთი ადამიანი ვინც არ იტყოდა რომ სააკაშვილი არ კვდება და სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი გვეუბნებოდნენ რომ კვდება და პოლიტპატიმარიო რა გვექნა თავი დაგვეხარა თუ ჩვენ სიმართლეს მივყოლოდით მივყევით ჩვენ სიმართლეს ხო გაჩვენდა ყველამ ხომ გაიკმიტა ხმა სააკაშვილის პოლიტპატიმრობაზე და სააკაშვილის ვითომ სიკვდილის პირას ყოფნაზე ამით საზღვარგარეთ სიმართლით ამით საზღვარგარეთ არ არსებობს სიმართლე არ დგინდება მეტპატარობით, ხო? ჩვენ თუ სიმართლე გვაქვს, ამ სიმართლეს მივყვებით ბოლომდე.